არ ზრდის ბავშვს. რაც ორ დაპარკო ასე მოიქეცო და მე დაუყვირებ ბავშვს. ესე იგი თელი შენი ახსნა გადმარტება დაიკარგა. ბავშვს ძალიან უყვარს მორწყვა. როგორც მცენარეს, ჟონა წვიმა. ეს მორწყვა შექებაა. შექების მეთოდი. როგორ შევაქო ის ბავშვი, ნაირნაირები არის, როგორც ჩემი 5 თითი, 5 რა არის, რამდენი ბავშვი წავს, იმდენი ხასიათია. მომართალია. როგორ შევაქო ის, რომ ის გაამაყდეს ცოტათი, სხვანაირი გამიხდეს. აი ასეთია, მაგრამ თუ შევაქებ, ცოტა იქითკენ გადმოვხრი. ხომ? ამას უწოდებთ ჩვენ შემკობას. ბავშვს რაც არ ახასიათებს და გვინდა რომ ახასიათებდეს, მივაწერთ, თვითონ ასეთია. თვითონ სინამდვილეში არ არის ასეთი. როგორი უშიშარი ხარ კაცო შენ, როგორ არ გიშინი არაფრისა. არც ამისი გიშინია, არც იმის არა და ფახიანია. ეშინია ყველაფერს, ხო? და მივაწერ რომ შენ კაცო რა გმირივით ხარ ბიჭო. ნეტა შენსავით არ მეშინდოდეს მეც. მასწავლე რა როგორი ხარ ეგეთი უშიშარი ყველაფერსა. აბა წამიყვანებელი ოთახში. ესე იგი მივაწერე ის რაც მას თვისებაში არ აქვს და უნდა ჰქონდეს. გამიკვირდა და შევაქე. ბავშვი სულ ცოტა ერთი დღის განმავლობაში მაინც შეეცდება რომ ეს სიმამაცე შეინარჩუნოს. მე მეორეთ მივადგები, მესამეთ მივადგები და ბოლო დავინახავ რომ მან ეს თვისება ან ჩამოიცლა, ან აითვისა. რაც მინდოდა. შექების მეთოდი. შემკობის